კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. სვანეთი უკვე მესამედ ფრირაიდის სოფლიო ტურს მასპინძლობს და ჩვენი სტუმარი გახლავთ მთის ტრასების აგენტოს დირექტორის მოადგილე ანა ჩიქოვანი, რომელიც ამ თემაზე ისაუბრებს გადაცემის ამ ნაწილში. მოგესალმებით ანა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით 22-28 თებერვალს სვანეთში კურორტ თეთნულზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება, უკვე მესამედ საქართველოს 6 სამყარო ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, რომელსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად და ღონისძიებაში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარესებს. თანაც სამ ყველაფერს ემატება ის, რომ ამინდის ფარჯრის გათვალისწინებით მოხდება ამ, ასე ვთქვათ, ტურის ჩატარება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა დავიწყოთ თავიდან საუბარი და უპირველესად გავერკვეთ იმაში, ჯერ რა არის ფრირაიდი, მათ ვინც ეს არიციან და მეორე ის, რომ გითხრათ ამინდის ფანჯარა რას ნიშნავს. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მიესალმები მაყურებელს და მსმენელს. ფრირაიდი არის გაუყვალავში სრიალი, არამარკირებულ ტრასაზე გაუყვალავში სრიალი, ექსტრემალური სპორტია, ახალი სპორტი არის და ფაქტიურად ჩარშან მოხდა ამ სპორტის ინსტიტუციონალიზაცია, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დისციპლინად იქცა. ეს არის ფრირაიდი, საქართველოს უკვე მესამედ მასპინძლობს თეთნულის მთაზე მესტიაში ამ ღონისძიებას. და ამ ღონისძიებას აქვს თავისი სპეციფიკა. 7 დღე არის შერჩეული ღონისძიების დელეგატების მიერ. ამ 7 დღის განმავლობაში წინასწარ 2 დღით ადრე შეირჩევა საუკეთესო ამინდის პირობები და ამ დღეს ხდება შეჯიბრის ჩატარება. ფაქტიურად აი ამ 2 დღეში ხდება მთლიანად როგორც სპორტული ნაწილის მომზადება, ასევე მაყურებელთა სივრცის მომზადება, რომელიც თეთნულზე პირველი საბაგიროს ბოლო სადგურთან მდებარეობს. საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს, რამდენადაც ვიცი, ფრირაიდის სოფლიო ტურს, ჯამურად 300 მილიონი მაყურებელი. ეს არ არის ცოტა. მოდით გითხარით, რას ნიშნავს ამ ხელა აუდიტორიასთან ურთიერთობა, მათ აჩვენო სანახაობა, ერთის მხრივ ქვეყნის შესაძლებლობები და პოტენციალი და მეორეს მხრივ სრულფასოვნად, აი ექსკლუზიურ ქვეყნებზე რომ საუბრობდით, საერთაშორისო სტანდარტები რაც არსებობს, ეს დააკმაყოფილო, ეს პირობა შეასრულო. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს გაუსვით ხაზი. საქართველოს არის 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის, სადაც ტარდება ფაქტიურად უმაღლესი დონის ღონისძიება ფრირაიდის დისციპლინაში. 6 ქვეყანას შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, შვეიცარია და დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ ამ სიაში იყოს ბუნებრივია. ეს საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ 50 ის რაიდერი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომლებიც არიან საუკეთესოები თავიანთ დისციპლინაში, ჩამოდიან საქართველოში, ადგილზე ეცნობიან საქართველოს როგორც ტურისტულ პოტენციალს, ასევე კულტურას, გასტრონომიას, უშუალოდ იღებენ ამ გამოცდილებას და რეალური ადამიანები ამ რეალურ გამოცდილებებს პოსტავენ თავიანთ სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. ამას ემატება ბუნებრივია ის ტრანსლაცია სატელევიზიო თუ ონლაინ ტრანსლაცია, რომელიც უკვე მოიცავს 300 მილიონიან აუდიტორიას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საშუალება არაკომერციული რეკლამით, რეალურ გამოცდილებებზე დაყრდნობით რეალური ადამიანების პოზიტიური გამოცდილებები გავუზიაროთ. კი ბატონო, ანა, არ შემიძლია არ კითხოთ თქვენი დაკვირვებით ყველაზე უფრო მეტად რა ახიბლავს მაყურებელს, რომელიც ელოდება ასეთ სანახაობას. რა არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, ნიშა, რითაც ფრირაიდი გამოირჩევა და რითაც ის უკვე საკმაოდ პოპულარულია. ვიტყოდი ის ექსტრემალური მიმართულება, რომელსაც ის ატარებს. აი წარმოიდგინეთ 3170 მეტრიდან, ზღვის დონიდან, თეთნულის მწვერვალიდან ეშვებიან გაუყვალავ თოვლში. ეს არის საოცარი სანახაობა. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ხილამურით, ასევე სნოუბორდით, ანუ ეს არის ორივე მიმართულების სპორტი და არის ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა. ეხლა ამ სიმაღლემ არ შეგვაშინოს, ჩვენ როგორც ვახსენე, სამ მაყურებლებისთვის სივრცე გვაქვს მოწყობილი თეთნულზე, მონიტორია გამოტანილი და ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს რომ უყუროს ამ ღონისძიებას და ადგილზეა და მესტიაშია, შეუძლია რომ თეთნულის მთაზე ადევნოს ამ ყველაფერს თვალი.
ну ამას გარდა ბუნებრივია ლაივშიც გადაიცემა. რაიმე პროტოკოლი თუ არის თავად თქვათ ორგანიზატორებისთვის და აუდიტორიისთვის, რომელიც ამ სპორტის თქვათ სანახავად მოდის ადგილზე. იმდენად რამდენადაც თეთნუდის პირველი საბაგიროს ბოლო სადგურთან არის მაყურებელთა სივრცე, როგორც აღნიშნე, ეს არის უმარტივესი მისაღწევად ეს ტერიტორია, ფეხით მოსიარულესაც შეუძლია დაჯდეს საბაგიროზე და მიაღწიოს ამ ტერიტორიას, ამიტომ განსაკუთრებული პროტოკოლი არ გვაქვს. მე რამდენად მასპინძლობთ ამ ღონისძიებას და რა გამოცდილება დაგვიგროვდა უკვე ამ კუთხით? მესამე სეზონია უკვე მასპინძლობთ ამ ღონისძიებას და ყველა თითოეულმა ამ ეტაპმა აქამდე მოსულმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ორგანიზატორების, ასევე თვითონ რაიდერების მხრიდან. პირველ წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე არაერთხელ აღნიშნა ფრირაიდის მსოფლიო ტურის დამფუძნებელმაც, რომ უპრეცედენტო იყო სპორტის თვალსაზრისით ისეთი ქულები დააგროვეს რაიდერებმა კახიანის ფერზე, თეთნულზე. შესაბამისად, ჩვენ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ჩვენს გუნდთან ერთად ამ ღონისძიების ჩატარების და ამ ხალხის ძალიან კმაყოფილების გაშვების. ცოცხალი ემოცია, პოსტი და რეკლამა შეგვიძლია ვთქვათ, ყველაზე უკეთ მუშაობს. როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი, რითაც ეს ცოცხალი ემოცია ქვეყნის ცნობადობას აი ამ ვთქვათ პრიზმიდან ზრდის და საზოგადოებას დანარჩენ აუდიტორიას, რომლებიც პროცესში არიან ჩართულები და უყურებენ, აძლევთ იმის სურვილს, რომ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი საკუთარი თვალით ნახონ. თუ ყოფილა იმგვარი გამოცდილება ამ 3 წლის განმავლობაში, როდესაც ზუსტად ვთქვათ ფრირაიდმა დამატებითი ტურისტი თუ ინტერესი გააჩინა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ფრირაიდი ამ თავის 6 ეგრეთ წოდებულ სტოპს უწოდებს ფრირაიდის სამშობლოს. ესეთი წოდება აქვს შერჩეული. ეს ნიშნავს იმას და როგორც უკვე აღვნიშნე, ფრირაიდი არის შედარებით ახალი სპორტი, ახალი დისციპლინად აღიარებული, ისეც უნდა აღინიშნოს, რომ დგას ოლიმპიური სპორტის სპორტად აღიარების გზაზე. და რატომ არის ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ საქართველო ფაქტიურად ამ სპორტის დასაბამიდანვე არის ნაწილი ამ ყველაფრის და ითვლება უკვე ფრირაიდის სამშობლოდ. შეუძლებელია გიყვარდეს მთა, გიყვარდეს სრიალი, ფრირაიდი, გინდოდეს უცხო ქვეყნის კულტურის გაცნობა და შენს აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებში არ მოხვდეს საქართველო, იმიტომ რომ საქართველო აი ამ 6 სტოპშია. სვანეთის პოტენციალის უკეთ გაცნობა. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სვანეთისთვის? რა დამატებით სარგებელს აჩენს მისთვის? ეს ცნობადობა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ბუნებრივია მთელ საქართველოზე აისახება და სხვადასხვა რეგიონებზე. ფრირაიდი არ არის ხელმისაწვდომი მხოლოდ სვანეთში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პოპულარულია ამ თვალსაზრისით როგორც გუდაური, ასევე გოდერძი და სხვა ბახმარო პირობითად ასე შემდეგ. თუმცა სვანეთისთვის ეს არის პირდაპირი და უშუალო რეკლამა, ბუნებრივი არის, იმიტომ რომ თეთნუდის მთაზე ტარდება კახიანის ფერზე ეს ღონისძიება და ვერ ვიტყვით ვერც ერთ ამ სპორტით დაინტერესებულ ადამიანს, ვინც უკვე არ იცის სვანეთის და მესტიის შესახებ. ეს ძალიან დიდი ბუნებრივია უპირატესობა ამ რეგიონისთვის. კი ბატონო. პარალელურად იმართება გარკვეული ღონისძიებებიც, აი გემოფესტი ვიცი მე, კიდევ ერთი ღონისძიება, რომელზედაც საუბარი და როდის შედგება ეს რომ? კი ბატონო, გემოფესტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იგეგმება 21-22 თებერვალს. ეს ზუსტად ემთხვევა იმ ამინდის ფანჯარა, საიდანაც იწყება ჩვენი მსოფლიო ტურის ამინდის ფანჯარა და ბუნებრივია ეს ძალიან საინტერესო აქტივობას ქმნის როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ორგანიზატორებისთვის, რაიდერებისთვის, ასევე შიდა ვიზიტორებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ფრირაიდის მსოფლიო ტურისთვის, არამედ გემოფესტისთვისაც მასპინძლობენ. კი არ მასპინძლობენ, სტუმრობენ სვანეთს, კი ბატონო. ასევე 20 თებერვალს იგეგმება Red Bull Look პრამეს ღონისძიება, ესეც ძალიან შთამბეჭდავი სპორტული შეჯიბრი არის, რომლის განმავლობაში ხდება სვანური ტრადიციული ლუხმედებით, ეს არის სვანური ტრადიციული თხილამური, სრიალი და შეჯიბრი უშუალოდ მესტიაში.
უკეთ მთელი თავგადასავალია, რომელიც ალბათ ყველამ უნდა ნახოს და გამოცადოს. მოდით სხვა საკითხებზეც გადავიდეთ, მინდა ვიკითხო, როგორ მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, მთის კურორტებზე, ამის შესახებაც რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. ძალიან აქტიურ ფაზაში არის პრინციპში ზამთრის სეზონი. უხვი ნალექი გვაქვს 4-ვე კურორტზე, ვიზიტორების ჭარბი რაოდენობა, მზარდი სისტემატურად მზარდი არის ვიზიტორების რაოდენობა 4-ვე კურორტზე, შარშან მიახლოებით 20%-მდე ზრდა გვქონდა 4-ვე სათხილამურო კურორტზე და მოლოდინები არანაკლები გვაქვს წელსაც. ვიზიტორთა რაოდენობა და სტატისტიკა თუ არის ხელმისაწვდომი, რო გითხრათ, როგორ იზრდება ვთქვა სეზონიდან სეზონამდე ინტერესი. აი მიახლოებით 20%-ის ფარგლებში ყოველწლიურად გვაქვს ზრდა. ამ სეზონის შედეგებსაც სეზონის ბოლოს აუცილებლად გაგაცნობთ. კეთილი. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა ჩიქოვანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და გეტყვით, რომ სვანეთი უკვე მესამედ ფრირაიდის მსოფლიო ტურს მასპინძლობს. მადლობას გიხდით დათმობილი დროისთვის.